რას დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემდა. გამარჯობა მეგობრებო. ეს არის ვაშა გადაცემა თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე. ამდენი რამე გაქვთ გამოვლილი. ყველა თქვენგანს. ამდენი რამე გაქვთ მოსმენილი. ამდენი რამე გაქვთ ნაფიქრი. ამდენი რამე გაქვთ განცდილი. და მაინც სამწუხაროდ ბევრნი ხშირად წამოეგებით ხოლმე ანკეს, უმარტივეს ანკეს, რომელსაც პირდაპირ აწერია რუსული წითელი ასოებით აწერია სიტყვა FSB. შეიძლება KGB ეწეროს ან ქართულად სუსი ეწეროს, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთია. აწერია FSB. ახლაც ასეთი ანკესი, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაყლაპა, ისეთმა ადამიანებმაც კი, რომლებისგანაც გამიკვირდა, ეს არის ალეკო ელისაშვილის ამბავი. თავარი ამოცანა და თავარი რაც უნდა ვიცოდეთ თელს ამ იწილო-ბიწილოში არის ის, რომ ახლა სუსი FSB ცდილობს ერთი მარტივი კონსტრუქციის აგებას. მარტივი ლოგიკური კონსტრუქციის აგებას. ერთმანეთთან რამდენიმე სიტყვის, რამდენიმე ცნების დაკავშირებას. ეს არის პროტესტი, რომელიც მთელი წელია ვერ ჩაახშეს და გუშინ დაინახეს, რომ ეს რეალური ძალაა, ისევ რეალური ძალაა, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა იძახონ. აკაცუკების 100,000 კაცი რაც არ უნდა იძახონ, პროტესტი რეალურად არსებობს. ოპოზიცია, რომელიც მაინც და მაინც ლიდერი არ არის ამ პროცესის, მაგრამ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ დაიჭირეს, მთელი ლიდერები ციხეში არიან და თითქმის ყველა ლიდერი ციხეშია. ყველაფერს აკეთებენ მათი სახელის გასაფუჭებლად, მაგრამ ოპოზიცია არსებობს, რეალურად ოპოზიცია არსებობს. და მესამე, რაც პროტესტს, ოპოზიციას ახლა უნდა მიაბან, არის სიტყვა ტერორიზმი. უბრალოდ მინდა გთხოვოთ და გირჩიოთ. ნუ დაეხმარებით სუს და FSB-ს ამ ამოცანის შესრულებაში. ნუ დააკავშირებთ ერთმანეთთან სიტყვა პროტესტს და სიტყვა ტერორიზმს. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ შუა გქონდეს ძალიან დიდი ზღვარი. აი უკვე ყველაფერი ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გაქვს და გვაქვს უფლება, გვაქვს მოთხოვნილება, რომ დავსვათ კონკრეტული კითხვები, აბსოლუტურად კონკრეტული კითხვები ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ერთი რა თქმა უნდა, როგორ აღმოჩნდა სასამართლოში. კაცი, რომელიც ცხოვრობს მგონი მთაწმინდაზე, როგორ მივიდა სასამართლომდე? 12 თუ 13 კილომეტრი გაიარა, ხო? თავისი მანქანით, დაქირავებული ტაქსით, ავტობუსით, ფეხით, როგორ მივიდა სასამართლომდე? მთელი ეს გზა გვჭირდება. უნდა ვნახოთ, როგორ გაიარა ეს გზა, როდის დაიწყო მოძრაობა, ვის შეხვდა გზაში, როდის ჩაიცვა ის რაღაცა ნინძას ფორმა, როგორც გვეუბნებიან ალეკო ელისაშვილს, თურმე ნიღაბი ჰქონია, როგორ ჩაიდო იარაღი, იარაღით იყო თუ არა რეალურად, ხელით მოჰქონდა თუ არა ეს ბენზინის ბოთლები და ყველაფერი დანარჩენი. ეს ყველაფერი უნდა ვნახოთ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ძალიან დახვეწილი თანამედროვე ტექნოლოგიების სახისამოცნობის. გვჭირდება სახისამოცნობა სახლიდან, ელისაშვილის სახლიდან სასამართლომდე, რომ ყველგან ერთი და იგივე ადამიანი იყოს. გვჭირდება აუცილებლად პასუხი ძალიან მარტივ კითხვაზე, რატომ მქონდა ნიღაბი? ადამიანს, რომელიც არბევს სასამართლოს კანცელარიას, ალეკო ელისაშვილს სჭირდებოდა თუ არა ნიღაბი. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც მიდის სასამართლოს კანცელარიის დასარბევად, 100% დარწმუნებულია, რომ დაიჭერენ. 100% დარწმუნებულია, მაშინ რაღაც სჭირდება ნიღაბი. თუ გინდა დამარწმუნოთ, რომ ელისაშვილი იმდენად სულელია, წავიდა რაღაცის გასაფუჭებლად, რაღაცის დასაწვავად და იმედი ჰქონდა, რომ იქიდან გამოვიდოდა უვნებელი და ვერავინ ვერ დაიჭერდა. რა თქმა უნდა, ელისაშვილს ამის აჟიროდა და დარწმუნებული ვარ, რომ მას ეს ნიღაბი არ სჭირდებოდა და თვითონაც იცოდა, რომ არ სჭირდებოდა. მეორე, რაში სჭირდებოდა იარაღი? ნებისმიერმა ადამიანმა, 10 წლის ბავშვმა, რომელიც რაღაცას აშავებს, იცის, რომ როდესაც იარაღს გიპოვნიან, რასაც არ უნდა აკეთებდე, ეს გაცილებით უფრო გიმძიმებს დანაშაულს და გაცილებით გიმატებს წლებს, რომელსაც მერე მოგისჯიან. ალეკო ელისაშვილი, რომელიც პარლამენტარი იყო 4 წლის განმავლობაში, შეუძლებელია, რომ ალეკო ელისაშვილმა ეს არ იცოდეს. შეუძლებელია, რომ არ იცოდეს, რომ იარაღით სადღაც წასვლა, როცა არ აპირებს შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევას, დანაშაულს დაუმძიმებდა, ბრალდებას დაუმძიმებდა. ხოლო რო არ აპირებდა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევას, ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. თქვა, რომ მან ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია, არა შეიარაღებული, არამედ ფიზიკური, ანუ არც კი ამოუღია იარაღი. უიარაღო
მანდატურების წინააღმდეგ, თუ პოლიციელების წინააღმდეგ. არ ამოუღია იარაღი. მაშინ რატომ ქონდა იარაღი? აი ამ ძალიან მარტივ ლოგიკურ კითხვას ვინ უპასუხებს და როდის უპასუხებს. საერთოდ არ მინდა ამ საქმის ირონიზება, მაგრამ ალეკო ელისაშვილის პროფილი თუ გინახავთ, დამერწმუნებით, რომ და ეს ალბათ დარწმუნებული ვარ თვითონაც, რომ ნიღაბი ბევრს ვერაფერს დამალავს. ნებისმიერი, არ ვიცი, უკამერო ფანრიანი ნოკიაც კი ამოიცნობს ალეკო ელისაშვილს ნიღაბში. ამიტომ მისთვის ნიღბის ჩამოცმა, მაშინ როდესაც რაღაცის დავალება, რაღაცის გაფუჭებას აპირებს, აბსოლუტურად აზრს მოკლებული. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი უაზრობა რაც არის თვითონ ბრალდება. რომ მან ნიძის კოსტიუმი ჩაიცვა და წავიდა სასამართლოს კანცელარიის დასაწვავად. სასამართლოს დასაწვავად კი არა, სასამართლოს კანცელარიის დასაწვავად. თუ არ ყოფილხართ არასოდეს სასამართლოში, Google-ში ნახეთ. სად კანცელარია და სად სასამართლო. არაფერი იმ სასამართლოს არ დაუშავდებოდა და თუ კი ყოფილხართ, დამერწმუნებით, რომ იმ კანცელარიაში არ არის არაფერი, რის გაფუჭებაც, რის დაშავებაც, რის განადგურებაც, საბოლოო ჯამში ამ ვითომ მართლმსაჯულებას ბორია ევანაშვილის ტერორის მანქანას რამეს დაუშავებს. ფაილები არის ელექტრონული, ფაილებს აქვს უამრავი დუბლირება, მოსამართლეებთან, მოსამართლეების თანაშემწეებთან, პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სუსში. ამიტომ კანცელარიაში რაღაცა მიღება ჩაბარების ჟურნალის განადგურება, რა თქმა უნდა, არაფერს ამ სისტემას არ დააკლებს. შეუძლებელია, რომ ისეთმა გამოცდილმა ადამიანმა, როგორც ალეკო ელისაშვილია, ეს არ იცოდეს. თუ რეალურად მას უნდოდა ზიანის მიყენება ამ ტერორის მანქანისთვის, ივანაშვილის ტერორის მანქანისთვის, მაშინ ისე ვიღაცას ჩაწიხლავდა. როგორც მამუკამდინარაძეს ჩაათხრიშა ერთხელ. ისევ დახვდებოდა ვიღაცას ქუჩაში, ვიღაცას რაღაც მიუვარდებოდა, რაღაცას რეალურს გააკეთებდა. იმისთვის რომ მე დაესახელებინათ რომ დანარჩენებს ჩვენ ყველას გქონდა საშუალება რომ გვეძახა რომ ის პოლიტპატიმარია, ტერორისტი კი არ არის, პოლიტპატიმარია. ახლა რა გამოვიდა, კაცმა თავი გაწირა ტერორიზმისთვის. სისულელე გააკეთა იმისთვის რომ მე ყველამ ტერორისტი ეძახოს, რა თქმა უნდა მე ამის ამჯერა და იმედი მაქვს რომ არც თქვენ დაიჯერებთ ამას. სუსმა ფსბ-მ ყველაფერი გააკეთა რომ ამდენ წლის განმავლობაში ოპოზიცია პროტესტი და ტერორიზმი ერთმანეთისთვის მიება. რა აღარ გააკეთეს. დაწყებული 2013 თუ 14 წლიდან. გაიხსენეთ პირველი საქმეები საბურავების, პირველი კამერები რუსთავი 2-ის გარშემო 33 კამერა დაამონტაჟეს მაშინ რუსთავი 2-ის გარშემო. გაიხსენეთ ბრალდებები ქეშის შემოტანისა სომხეთიდან, გაიხსენეთ ბრალდებები ბოევიკების შემოყვანისა აგერ 2024 წლის არჩევნების წინ უკრაინიდან. გაიხსენეთ ბრალდებები იარაღის პოვნისა, გაიხსენეთ ბრალდებები ივანაშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობის დაგეგმვისა, რომელსაც თურმე ოპოზიციას ჰქონდა და სუსმა მაშინ საქმე აღძრა. სად არის ის საქმე უბრალოდ გვაჩვენეთ, ვინ დაიჭირეთ, ვინ გამოააშკარავეთ. სუსმა და ფსბ-მ ამისთვის გააკეთა ყველაფერი, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ. სიტყვა ოპოზიცია, პროტესტი და ტერორიზმი დაეკავშირებინა ერთმანეთთან. რომელი ელჩი არ გარიეს მარაკაში, რომელი საელჩო არ გარიეს. მოიგონეს Deep State, მოიგონეს გლობალური ომის პარტია, რა აღარ მოიგონეს, რა აღარ გააკეთეს, მაგრამ ლოგიკურად ქოცის გლუვი ტვინისთვისაც კი. ეს ტერმინები, ეს ცნებები ერთმანეთთან ვერ დააკავშირეს. ახლა ელისაშვილის გამოყენებით ძალიან ცდილობენ, რომ ეს კავშირი ჩამოყალიბდეს. რომ სიტყვა ოპოზიცია, სიტყვა პროტესტი და სიტყვა ტერორიზმი ერთმანეთს დაუკავშირდეს. მე მინდა გთხოვო და გირჩიოთ, რომ ნუ დაეხმარებით პროჭორილელთა ფსბ-ს პროპაგანდას. ნუ დააკავშირებთ ამ ტერმინებს ერთმანეთთან და ყოველთვის შეიტანეთ ელში ეჭვი ყველა ვერსიაში, ყველა ბრალდებაში, რომელიც მოდის ფსბ-სგან, რომელიც მოდის სუსისგან, რომელიც მოდის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და ზოგადად პროჭორილური რეჟიმისგან, იმიტომ რომ ეს საქმე თლიანად თეთრი ზაფებია და ჯერჯერობით კითხვის ნიშნების მეტი არაფერი არ არის. არაფერი. მე არ მჯერა რომ ალეკო ელისაშვილი შტერია, არ მჯერა რომ ალეკო ელისაშვილი სულელია. არ გამოურიცხავ რომ ის რაღაცისთვის გამოიყენეს და აშანტაჟეს, რაღაც უარესი დაემუქრნენ, ამას ვერ გამოურიცხავ ნამდვილად. იმედია ამას გავიგებთ ოდესღაც მოგვიანებით, მაგრამ
დღეს თავარი რაც არ უნდა გავაკეთოთ, არ უნდა დავეხმაროთ ოფიციალურ პროპაგანდას, იმედს პროჩტივის ნებისმიერ სხვას ტელევიზია სააგენტოს თუ ზოგადად აი მოლაპარაკე პროჭორილელებს, რომ ერთმანეთთან დავაკავშიროთ სიტყვა პროტესტი და სიტყვა ტერორიზმი. ეს ზღვარი აუცილებლად უნდა გაივლოს, აუცილებლად წითელი ზღვარი უნდა გაივლოს. ეს იყო ვაშე გადაცემა, თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. აუცილებლად მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლური ვაშინგტონში.